გიორგი გოგშელიძე, ილია რაზმაძე, გიგა ბერიძე, მოზაიკას ინფორმაციით ქართული ოცნების სწორედ ეს წევრები განიხილებიან გორის მერობის კანდიდატებად. ამ დროისთვის პარტია არჩევანის გაკეთებას სწორედ მათ შორის ცდილობს. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ თქვენი კანდიდატურაც განიხილება? საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ კანდიდატობაზე საუბარს თავს არიდებს. მოზაიკასთან არ კონტაქტობენ ილია რაზმაძე და გიგა ბერიძე, რომლებიც ამ დროისთვის გორის მერიის თანამშრომლები არიან. საკითხზე კომენტარს არ აკეთებს არც მეოთხე კანდიდატი გიორგი გოგშელიძე, თუმცა ადასტურებს, რომ სუსის რეგიონულ ხელმძღვანელთან მეგობრობს. აქვს ინფორმაცია, რომ ოთარ ნონიკაშვილი ლობირებს თქვენ კანდიდატურას და მეგობრობთ ოთარ ნონიკაშვილთან. ებზე საუბრობთ, ვერ გავიგე, არა კითხები. დიახ. რას ქვია მეგობრობ? ანუ თუ იცნობთ თუ მეგობრობთ, ის ლობირებს, რომ ესე გვაქვს ინფორმაცია მოგაწოდოს. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცი. დიახ. ძალიან ბევრ ადამიანთან მეგობრობ. რომ იცნობ. და ისახელა გვარი თქვენ თქვით ეხლა. დიახ. ისეთი ადამიანია, რომ ყველა მეგობრობს მაგასთან რა. ისეთი კაცია და ისეთი ადამიანი. მოზაიკას ინფორმაციით პარტია არჩევანის გაკეთებას სუსის და გუბერნატორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ცდილობს. მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ უარყოფს მხარის გუბერნატორი, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე კანდიდატების სია შედგენილი არ არის. პირდაპირ გეუბნებით, ვიცი, მეც მითხრეს, რომ რაღაცა ეგეთის არავინ ჯერჯერობით კანდიდატი არ არის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ილია რაზმაძეს და გიგა ბერიძეს კანდიდატურებს ლობირებთ და ამას თუ და გვიდასტურებთ მაინც, რომ არის თუ არა მათზე საუბარი. არა. არც ერთზე არ არის საუბარი? არა. ვიზია საუბარი შეგიძლიათ ძალიან გითხრათ? კანდიდატს გავდივართ, ფიქრობთ, გავივლით და აუცილებლად აიგებს უყოლა. ჯერჯერობით ვინმეს ან ლობირება, არავე რაღაცა წინ წამოწევა არავისი არ არის, ესე რომ ვთქვათ რა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არჩევანს პარტიის ცენტრალური ოფისი გააკეთებს, თუმცა როგორც მუნიციპალური ხელმძღვანელობა ამბობს, ყველა მათგანი მათთვის მისაღებია. ახლა მე 4-ის კარგად ვიცნობ, რა თქმა უნდა, გუნდმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, 4-ის აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, ის უნარები, რაც სჭირდება მეც, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდმა უნდა გადაწყვიტოს და ასე ვთქვათ, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მოზაიკას ინფორმაციით ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და მიმდინარეობს შეხვედრები ზონის კოორდინატორებთან. ქართული ოცნების სამზადისის პარალელურად ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.